Am წუთებში ბიძინა ივანიშვილი ექსპერტებს ხვდება ეკონომიკური პროფილის სპეციალისტებს პრემიერ-მინისტრმა საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა საუბარი შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ სტრატეგიას. თეონა ცხომელიძე გვიამბობს შეხვედრის დეტალებზე პირდაპირ ეთერში თეონა გაკეთდა თუ არა უკვე განცხადებები. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ეკონომიკური დარგის ექსპერტების შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ეს დაიწყო ნახევარი საათის წინ და როგორც წინასწარ არის ცნობილი, შეხვედრაზე საუბარი შეეხება საქართველოში ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმას. კერძოდ საუბარი არის 2020 წლამდე განვითარების გეგმაზე. ეს დოკუმენტი შეიმუშავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური სამინისტროს წარმომადგენლების სპეციალურმა ჯგუფმა და სწორედ ამ დოკუმენტზე იქნება დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც ექსპერტები მიიღებენ ინფორმაციას. დღესვე საუბარი შეეხება საქართველოს და საქართველოს პროდუქციისათვის რუსეთის ბაზრის გახსნას, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს და საქართველოში ეკონომიკური განვითარების ზრდის ტემპების შენელებას, ასევე მთავრობა მოისმეს ექსპერტებისაგან რეკომენდაციებს. დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან ექსპერტების გარდა ბიზნეს ომბუდსმენი, ასევე საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი. მე მხოლოდ ჩვენი კუთხით არსებულ საკითხებზე უნდა ვისაუბრო, ეს იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოები და თვითმმართველობის რეფორმა. იქნება განხილული ჩემი აზრით ის საკითხები, რომელიც დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასეთი საკითხები არის ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება, საინვესტიციო პოლიტიკა, საქართველოსა და ევროკავშირის შორის თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება და ასე შემდეგ. გარკვეული მონახაზი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა 2020 წლამდე. ეს გახლავთ ერთობლივი ნამუშევარი ფინანსთა სამინისტროსი და ეკონომიკის სამინისტროსი. ეს არის უბრალოდ მონახაზის სახით. დეტალებამდე ჯერ შორს არის, მაგრამ პრიორიტეტები გამოკვეთილია და ალბათ მასზე გვექნება საუბარი. საკმაოდ ისეთი კარგი დოკუმენტი და ძირითადი მიმართულებები ასახულია. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ამ დოკუმენტზე, გავიარეთ ძირითადი საკითხები და ეგ იყო ძირითადად. დანარჩენი არ ვიცი ხა აქ რა იქნება კონკრეტულად, მაგას ვერ გეტყვით. ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა, როგორც უკვე გითხარით, ნახევარი საათის წინ დაიწყო. იმის შესახებ მიიღებენ თუ არა რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას, უკვე ცნობილი გახდება შეხვედრის დასრულების შემდეგ. თეონა ცხომელიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.